გამარჯვებით მოგოთ მეგობრებო. ეს შეხვედრა ბატონი თენგიზ დიხამიჯიას ინიციატივით ხდება ეს მეცნიერთა კონგრესის დროში. ბატონი თენგიზი ერთ-ერთი ძლიერი ფიგურაა ჩვენ მეცნიერთა კონგრესში, თავის ეს არის იმ გუნდთან ერთად, ვინც იზიარებს მოსაზრებებს, ძალიან კონსტრუქციულ მოსაზრებებს მომავლის საქართველოსთან დაკავშირებით და ვინც ვიყავით პირველი პარლამენტის წევრები, ანუ უზენაეს საბჭოს წევრები, პირველი ეროვნული დამოუკიდებელი უზენაეს საბჭოს წევრები, გამსახურდიეს პარლამენტს მოუწოდეთ. ესე იგი მე მახარებს ის, რომ ჩვენ ძალიან დიდ ნაწილს დღეს ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ხედვას არ მოვადგენთ მაშინ, ჩვენ დღეს ძალიან მაგრად და ძლიერად თანამშრომლობთ მომავლის საქართველოსთვის და არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ იმას კი ვთქვით, რომ უნდა გაირკვეს ყველაფერი, რაც მაშინ მოხდა, მაგრამ დღეს ჩვენ რეალობა გვაწუხებს და რეალობიდან გამომდინარე გამოსავალი უნდა მოიძებნოს. რადგან ეს შეხვედრა არის ბატონი თენგიზის ინიციატივით, მე ვთხოვ, რომ მეცნიერთა კონგრესის ეს ნაწილი წაიყვანოთ თქვენ და მე მზად ვარ, რომ ჩავერთო, რასაც ვკითხავთ, თუ რაც იქნება საჭირო, მეც მომცემ საშუალებას აუცილებლად. მოგესალმებით, მადლობელი ტელევიზიას. Mr. Sro, extremul ვითარებაში გვიწევს ბატონო თემო და რა ვიცი მივესალმები და ახლა ესე კაცმა ჭირი და ჭირმა თავი ვერ დამალავო ჩვენზე ეთქმის ხო ქვეყანაზე და გამოსავალი ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ყოველ შემთხვევაში ეს სტუდიები ეს ჯგუფი ეს მეცნიერთა კონგრესი უზენაეს საბჭოს მნიშვნელოვანი ბირთვი იმისას არსებობს რომ შესთავაზოს გამოსავალი კორექტულად სეპარტიულ დონეზე ჯოგურ სოფლმხედველობაზე და ფსიქიკაზე ამაღლებული რა თქმა უნდა განთავისუფლებული ამასგან და რა ვიცი ერთად ვიპოვოთ გამოსავალი რა როგორც ასეთი ახლა ბატონო თემო ყოველ დღე აი ეს სულ უარესი და უარესი ხდება რა ეს დაპატიმრებების სერიები და ესენი ხო საერთოდ აი ყოველგვარ ზღვარს გადასდა რა ახლა ჩრდილოეთ კორეის ახლა მოდელი თუ უნდა გააკეთონ არ ვიცი და ჩვენ მაინც ბატონო თემო უზენაეს ამ ქვეყნის დამფუძნებლები ვართ ვინმეს მოწონს არ მოწონს როგორ არის ეს ამბავი თვითონ გაარკვიონ ეს ახლა სიმპათია ანტიპათიაზე მაღლა დგას ეს იდეა დაფუძნება დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და თუ აქ ამ ქვეყანას პერსპექტივა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით და კიდე სხვა პარამეტრებით თავისი აფხაზეთის თემატიკით რეფერენდუმები თავისი ცხინვალის რეგიონის ასეთ პრობლემის ხედვით და ასე შემდეგ ეს არის აი ეგ დაფუძნებული და კეთილი ინებონ და ეზიარონ ამას და დიდწილად ჩვენ ამათ ვაცნობიერებთ და შეტყობინებებს ვაკეთებთ და სულისკვეთებას გადმოვცემთ და რეფერენდუმის შედეგებს და ასე შემდეგ. და ახლა ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბატონო თემო ეს კოშმარული იყო თვითონ ახლა აპატემია კი არის, მაგრამ მაინც როგორც ჩვენი კოლეგას ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელია ამ უზენაეს საბჭოსი საგერიდან იყარა ხო მანკენჭი და იქიდან გაიმარჯვა თუ ამბროლარიდან და დეპუტატი იყო საკმაოდ ესეთი იდეური პატიოსანი მაგის შემდგომ ბატონო თემო მაგის ახლა საქმიანობა საბანკოს ამას ჩვენ არ ვეხებით რა თქმა უნდა განსხვავებული ხედვები გვაქვს ჯორბილად რო თქვაც მე ეს თქვენს და კიდე ესეთ ადამიანებს მაგრამ რაც შეეხება დაპატიმრებას უზენაეს საბჭოს წევრის რაღაც ყველას დაპატიმრებას ესეთია არასასურველი და უსამართლო როგორც ასეთი დიდწილად მაგრამ როდესაც დამფუძნებას დაატყვევებ დაიჭერ იმის გამო რომ კომისიაზე არ გამოცხადდა როგორც ასეთი ეს ახლა ნონსენსზე უარესია და თვითონ ეს არალეგიტიმურობის მომენტია და მთელი მსოფლიო რაღაც ყალყზე დგას და რა ვიცი რას არეუნება ამა და იქ კიდე შექმნილი კომისია კიდე იბარებს აი ამ დამოუკიდებლობის აკზე ხელის მომწერს და
პირდაპირ მე საპატიმროში უშვებს. ეს ახლა კიდე ვიმეორებ არანაირი დიფერენციაციები არ მაქვს პატიმრებში და საჯულების თვალსაზრისით, მაგრამ ეს ახლა მე ბევრმა დეპუტატმა ბატონო თემო გამაფრთხილა თხოვნით მომართა რომ სოლიდარობა გამომეხატა ასე თქვა ამ ადამიანის ასე თქვა მე კიდე ვიმეორებ მაგის შემდგომ პოლიტიკურ და ბიზნეს საქმიანობას მე არ ვეხები არანაირად შეგნებულად დანარჩენი კიდე ყოველდღიურად რაც ხდება ეს გამკაცრებები ეს რაღაც უბედურობები რაღაც პრესის კანონი ბატონო თემო თუ გახსოვთ ერთ-ერთი უპირველესი ამერიკის მაშინდელმა ადმინისტრაციამ რაც მოიწონა პრესის და ტელევიზიის კანონი იყო თუ გახსოვთ უზენაეს საბჭოს მიერ მიღებული და საკმაოდ გამართული იყო ეს დასახიჩრებულია პირდაპირ იდეოლოგიაზე, კონjunქტურაზე და ხელშეუხებლობაზე და იმაზე არის მორგებული, ასე თქვათ, რაღაც ესეთი სიტყვა რო არ წარმოგცდეს, ზედმეტი და რაღაც ესე სიტყვების თელი რიგი რაღაც ესე ჟონგლიორობები მიმდინარე, რაღაც ესეთი სიტყვა თუ თქვი, ამით უფლება ეძლევა შემდგომ რომ რაღაც ჯარიმები დაგაკისრონ და შემდგომ ციხეში გაგიშვალ ერთი რაღაც სიტყვი. მე ესეთ უნდა თქვა რა ბატონო თემო, ეს თქვენს გაგახსენდა გახსოვთ იყო ეგეთი ადამიანი ზუსტად გამსახურდია ხარდამჭერად ეს არის დაახლოებით 80 კლარა შუკვანი გახსოვთ რისთვის დაიჭერეს ეს ტრანსპარანტი რო აწეა ძირს არძებას მიერ აი შევარდნაძე გახსოვთ 4 თუ 5 თვე დაიჭერეს ამის გამო და შემდგომ ახლა ედუარდ შევარდნაძე ფიგურა იყო კაცო ახლა მოგწონს არ მოგწონს ბევრი დანაშაულებები ჩაიდინა რა თქმა უნდა მაგრამ ახლა მასშტაბური ადამიანი იყო და იმას მაინც ხვდებოდა რომ რაღაც პატარ კაცურ რაღაცებზე კარგად გამეგეთ ვულგარულად ვიტყვი არ უნდა ავარდნილიყო და ეს ახლა ხანგრძლივად არ უნდა გადაეტანა ეს სამთვიანისა და ერთწლიანი ორწლიანი და ხუთწლიანი ამათ რო აქ მიკერებული მუხლები ასე თქვა ამას არ იკადრებდა და გამოაშვებინა ხო თორე ეს გამოძლებლებმა თავისად არ გამოუშვეს და დამეთანხმებით ხო ამაში ეს რაღაც სამარცხინო რაღაცაა ნუ ახლა არ ვიცი ამას რა ქვია ამიტომ პრესის ნებისმიერ პრესას აქვს თავისი ეს არ უნდა გაცდეს რა თქმა უნდა რაღაც დაუშვებელ რაღაც ფარგლებს საზღვრებში კი უნდა იყოს მოქცეული მაგრამ ახლა მართული ელიტის საჯილდაო ყვა იყოს და იქიდან იმართებოდეს და აბსოლუტურად თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეა წაართვა ესე არ გამოვა რა ამიტომ იმას უნდა დაუბრუნდეთ იმ პრესს ეს საჯაროდ უნდა მოხდეს ამის განხილვა ისე რომ პრესას ტელევიზიას და მის დამოუკიდებლობას არ შეექმნას ასე თქვა პრობლემები კიდე ახლა განსაკუთრებით კიდე ამ 50-ზე მეტი ამ პატიმრების მაგათი ბედი, მაგათი იღბალი, მაგათი ყოველდღე რაღაც გაუბედურებული რაღაც ესეთი კონფრონტაციული ფონი არანაირი შეხვედრი ნაბიჯები არანაირი ელემენტარულად არ არსებობს იმისკენ რომ რაღაც თანხმობაში მოვიდეს საზოგადოება და რაღაც თანხმობის რაღაც მსგავს იდეაზე შეთანხმდეს რა აი რა უნდა გააკეთონ შვითონ იმ პატიმართან მე ვერ წარმომიდგენია არ ვიცი რა ეს ბოიკოტის იდეა კიდე წამოვიდა და კიდე ბატონო თემო განსაკუთრებით კიდე საგანგაშოს მინდა მივაპრო კიდე ეს ხო საგანგაშოა ეს ყველაფერი რა ჩამოთვალეთ მაგრამ კიდე უფრო ძალიან საგანგაშოა როდესაც აი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით აი ამას უყურებთ რა როდესაც ახლა იქ ირანის საელჩოში სამძიმარი იქ რაღაც ისრაელისადმი დამოკიდებულება მანდამდე პრემიერის ჩასვლა და სიკვდილი ისრაელს და ამერიკას ხმამაღლა მე არ ვიცი ახლა თუ ამათ უნდათ რომ ჰეზბოლას და ამის გას უჯრედად გარდაიქმნეთ და ეგ დასაყრდენი იყოს ეს წინასწარ წაგებული თამაშია და ქვეყანას და თვითონ მის მესვეურებს ეს ძალიან ძვირად დაუჯდებათ გარდა ამისა კიდე კავკასიის საქართველოს ყოველთვის იყო ასე თქვა კავკასიის ლიდერი ქვეყანა კულტურულად გეოპოლიტიკურად ეთნიკურად მრავალფეროვნებით და ასე შემდეგ თორე ახლა ამ დამოკიდებულებით განსაკუთრებით ესე თქმა მინდა რომ აი როდესაც სომხეთმა ხო პირდაპირ ღიად გამოაცხადა ევროკავშირისადმი და დასავლური ვექტორისადმი ხარდაჭერა ძალიან საშიში ხასიათი მიიღო აზერბაიჯანის და რუსეთის იმან კი იცით თქვენ რაც ხდება იქიდან ისინი გამოაძევეს ერთი აზერბაიჯანელი დაიღუპა კიდევაც აქედან საპასუხოდ ამათმა სპეცსამსახურები დააპატიმრეს როგორც ასეთი
გასაგებია ხო ეს რისკენ მიდის ერთვიტო რუსებს იმაზე უნდა ეფიქრათ როდესაც ყარაბახის პრობლემა ვითომ აწესრიგებდნენ და სინამდვილეში ეს გაიცვალა აშკარად შემდგომ უკვე დაიჭირეს აზერბაიჯანის და თურქეთის ხარე რუსებმა აშკარად დამეთანხმებით უყოლა ხო რის გამო შემდგომ ფრანგულმა ლობმა საფრანგეთში ყოფმა ფრანგულმა ლობმა პროტესტი გამოაცხადა და თვითონ პრეზიდენტი პაშინიანიც აიძულა რომ ეს ვექტორი შეეცვალა ვითარება არის სულ სხვა აბსოლუტურად რა ელემენტარულად ერთის მხრივ შავი ზღვის ბასეინი სადაც შედის უკრაინა თურქეთი ბულგარეთი რუმინეთი იქვე ახლოს ყოფი დიდი ბრიტანეთის ფლოტი და მისი ისა და შეერთებული შტატები და პირდაპირ კონგრესის მიერ სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომ ჩვენ არ დავთმობთ ამ რეგიონს ხაზგასმით მიიღო ხო რომელიც სენატს შემდგომ განსახილველად აღსასრულებლად გადაეგზავნა აი ამ ვითარებაში ვიმყოფებით ჩვენი მდგომარეობა არის ურთულესი რა როგორც ასეთით ამიტომ შენ თუ კავკასიაში რაღაც შენი ადგილი ისტორიული გინდა თანხმობა გინდა მეზობლებთან იმის გარეშე თანხმობის გარეშე ამას ხო ვერ მიაღწევ ხო ელემენტარულად ხო მაშინ როდესაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა განაცხადეს უკვე თავიანთი ასე თქვათ ადგილსამყოფელი და მომავალი მათ უკან შავი ზღვის ბასენში ვინცადაც ესეც გასაგებია ჩვენ დგავარ ძალიან რთული იმის წინაშე და მთელი დასავლეთი და ისრაელის საელჩო მაგრამ ეს კი გამოაცხადა რომ მორალურად გაუმართლებელი იყო იმ სამძიმრეს გაგზავნა იმ ფორმით როგორც საქართველოს მთავრობამ გააკეთა აი დგავარ ძალიან მძიმე ასე თქვათ არჩევნის წინაშე აქ საზოგადოებამ რა ვიცი გამოსავალი როგორ უნდა ნახოს არანაირ არც პოლემიკაში არც განხილვაში ამ იმაში ეს ხელისუფლება არ შემოდის ამ საკითხებში კი არა აგერ ბატონო თემო თქვენ რო გაქვთ ეს წიგნი გენიალური წიგნი აგერ კიდევ ერთხელ მინდა სულ უნდა უფრიალოთ ამას საქართველოს ინტეგრალური რესურსები გივი თალაკვაძე იოსებ არჩვაძე ხო გენიალური წიგნი ამ ხელა მოცულობის ასევე მე კიდე მოვიტანე ჩვენი გარდაცვლილი მეგობრის ინდუსტრიული სოფელი მომავლის გლობალური გამოწვევა რევაზ ასათიანი პაატა კოღუაშვილი უზენაა საბჭოს წევრი და ამ ჩემი პროექტის გუშინ დღეს ხვალ ერთ-ერთი დამფუძნებელი როგორც ასეთი აქ დეტალურად არის აღწერილი თუ რა სახე უნდა მიიღოს ქართულმა სოფელმა ცივილიზირებული ულტრათანამედროვე თვალსაზრისით რომ შეინახოს თავისთავი და თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციაც კი შეიძინოს ანუ საზღვარი გაამაგროს აი ეს წიგნი ამაზე არის გათვლილი მეცნიერულად კულტუროლოგიურად ყველა მრავალწახნაგოვანი ის არის და ეს სამაგიტო წიგნი უნდა იყოს როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე ესეთი მოხელეებისთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვისაც ამ ქვეყნის კეთილდღეობა, ტერიტორია და მისი განკარგვა უძრავი მოძრავი ქონების და განსაკუთრებით მიწის და მისი მიწაწყლის და ხეტყის განკარგვა უნდა. ამ წიგნის და ამ მეცნიერული იმის გარეშე და მეცნიერთა კონგრესი ამ იდეას ემსახურება ფასდაუდებელი საუნჯი არის ეს ორი წიგნი და ამის გარდა კიდე სხვადასხვა ადამიანები მოღვაწეობენ ანალოგიურად და მეცნიერთა კონგრესი და ჩვენი გადაცემები და გამოსვლები ყველა მისი გამოსვლა ემსახურება იმას რომ შესაბამისი რეზონანსი მოხდეს ამ თვალსაზრისით და ის ადამიანები ვინც პოლიტიკაში არიან კეთილი ინებონ გააცნობიერონ თავიანთი ადგილი თავიანთი ფუნქცია და შესაბამისად იმოქმედონ აი ამ თვალსაზრისით რა აი ძირითადი საკითხები მე კი გითხარით ბატონო თემო ახლა იქ მოშემშილებზე და იმაზე არ შევჩერდები და თქვენი დამოკიდებულებაც როგორც თქვენ გენებოთ მინდა რომ თქვენ შეეხოთ ამ საკითხს განსაკუთრებით დაპატიმრების ასე თქვათ აქტებს და რა გამოსავალი არის აი გითხარით მეც ვარ ძალიან ბევრი ამით რასაც თქვენ საუბრობთ შეწუხებული მაგრამ ჩვენ ერთი რამე გვაერთიანებს ბატონ თენგიზ რომ ჩვენ ვებძვით მიზეზებს და არა შედეგებს. საქართველოში არის ბრძოლა შედეგებთან. ის რაც ხდება დღეს ეს დაპატიმრებები და ეს ყველაფერი არის შედეგი. მაგრამ მიზეზი არის სხვა რამე. მიზეზი არ არის მარტო ოცნებაში, მიზეზი არ არის მარტო ნაციონალურ მოძრაობაში, მიზეზი არ არის მარტო ესე იგი ხაზგასმით მინდა ვთქვა მოქალაქეთა კავშირში არც აღორძინება რა ვიცი რომელი პოლიტიკური ძალები იყვნენ
მიზეზი არის მართვის სისტემაში, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა. მართვის სისტემა არის კორუმპირებული. თუ თქვენ მე მეტყვით იმას, რომ ოდესმე საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ იყო სვლა იყო დემოკრატიისკენ, მე მოგისმენთ თქვენ და გეტყვით რომ კი ბატონო, მე გეუბნებით რომ ამ 25 წლის განმავლობაში საქართველოში სვლა არ ყოფილა დემოკრატიისკენ, ამიტომ ვინც ციხეში ზის, იმის დამსახურებაცაა ეს და ვინც გარეთაა, იმის დამსახურებაცაა. ნამდვილად. რეალურად ეხლა, როდესაც შენ ხელისუფლებაში ხარ და ეს იყო მოქალაქეთა კავშირი, მე მოქალაქეთა თქვენ გონიათ რომ მოქალაქეთა კავშირის გარდა ვინმე ადრეს ხელისუფლება. არანაირად. ძირითადი ბირთვი ეგენი არის. მოქალაქეთა კავშირი იყო, მე გახდა ოცნება, მე გახდა ნაციონალურობა, მე გახდა ოცნება. ის ბიზნესმენები ვინც არიან, რომლებიც კლავენ პრაქტიკულად ბიზნეს ქვეყანაში. ბირთვი ეგ არის. ნუ რეალურად ეგრეა, ხომ? ეხლა ამიტომ ჩვენ დღეს რა თქმა უნდა, თქვენ სწორი ხართ, ეხლა მე არ მიმაჩნია იმათ, რომ დაჭერებშია გამოსავალი. სად ჩვენ პოზიცია არის, რომ დაჭერებით სადმე ქვეყანა რამე წინ წასულიყო, ეგეთი რამე არ მინახავს. ამ დაჭერების შედეგი იქნება ის, რომ დაჭერილები დაიჭერენ დამჭერლებს. აუცილებლად, ცოტა ხანში იქნება და ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება ის, რაც ჩვენ ყველა ერთად თქვით, რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა. რა თქმა უნდა. ჩვენ გამოსავალს როცა ვეძებთ და ვამბობთ იმას, რომ ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, ერთხელ აღარ უნდა იყოს ქვეყანაში პარტიული პარლამენტი, პოლიტიკური პარლამენტი, ლანური პარლამენტები, კი ბატონო, გეთანხმებით, არ უნდა იყოს ეს, ამიტომ ჩვენ წავედით დიდი გზით, თქვენ რა ციგნებსაც უყურებთ ეხლა. თუ თქვენ ბატონ თენგიზ ყველა პარტიას იცნობთ, ეხლა თქვენ ზვიად გამსახურდიას გუნდში ერთ-ერთი დიდი ფიგურა იყავით და კომიტეტის თავმჯდომარე იყავით, ხო ეს არა? და ნუ თქვენ მიმართ მე ვიცი როგორი იყო დამოკიდებულება, არა მარტო ბატონი გამსახურდიასე, არამედ თქვა გუნდში როგორი იყო დამოკიდებულება და გეკითხებოდნენ, მოდიოდნენ რაღაც და ამ შემდგომ და ნუ ეხლა მე ამიტომ ვამბობ, ამიტომ ვაფასებ თქვენს ღვაწლს და ვაფასებ იმას, რომ თქვენ ამ ეს პიროვნება არა თქვენ ხართ, არ შეგიცვლია, მაგრამ ყველა პარტიას ხო იცნობთ. თუ თქვენ მე დღეს მაჩვენებთ რომელიმე პარტიას, რომელსაც აქვს ქვეყნის პოტენციალის ანალიზი, თუ მაჩვენებთ რომელიმე პარტიას, რომელსაც აქვს დღეს არსებული ქვეყანაში მდგომარეობის ანალიზი, თუ თქვენ მაჩვენებთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ხელისუფლების ჩათვლით, რომელსაც აქვს ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი რომ მოიყვანოთ მოქმედებაში, მე ჩამოგართმევ ხელს და გეტყვი რომ ბატონო თენგიზ თქვენს გვერდით ვარ და მიმიყვანი ამ პარტიაში და წევრი ხდებით. თუ ამას მაჩვენებთ, თქვენ ამას მე რომ მაჩვენებთ, ეხლა ამათი კერგეუნებით ნიშნულობები ჩვენ ვისაუბრია ამაზე და ვიცი, მაგრამ მინდა საზოგადოება მოისმინოს, ეს მარტო ჩემი აზრი კი არ არის, ჩვენი შეჯერებული აზრია, ხო, როდესაც ლაპარაკობ. ეხლა აგერ მაქვს ერთი რამ ჩამოყალიბებული, რომელსაც ჩვენ ადრე გვისაუბრია. აი მე სათხედავ იმას, შეხედეთ მიუმართავ ბატონ ბიძინევანიშვილს, ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას და მათ დანაყოფებს, უპირველესად თანამემამულეებს. ვისთვისაა საკამათო რომ ფულით მოპოვებული ავტორიტეტი ყალბია. თქვენთვის ვიცი რომ არ არის საკამათო. უამრავი ადამიანი ვიცი ისმის რომ ფულით მოპოვებული ავტორიტეტი ყალბია, მაცდურია, ხალხის სატყუარაა. ანგრევს ქვეყანას და მხოლოდ ინტელექტით მოპოვებული ავტორიტეტი და ფული აშენებს ქვეყანას, ქმნის მომავალს. ხო ამაში ერთნი ვარ. კარგით. იქნებ თქვათ მაშინ, თუ ეს ასეა, იქნებ თქვათ დღეს თუ წინა ხელისუფლებებში რომელი მაღალი რანგის ხელისუფალს აქვს მოპოვებული ავტორიტეტი და ფული ინტელექტი. მითხარი რა კაცი არა ხარ კაცო. მითხარი არ მინდა დღეს თუ მეტყვი, მითხარი რომ ბატონ თემურ დაუჯდეთ კიდე აგერ ერთი კვირის შემდგომ 10 დღის შემდგომ იცი რომ მეცნიერთა კონგრესის განწყობა თქვენდავი როგორია დღეს დარეკეთ და აგერ თქვით რომ კი ბატონო ჩვენ შევცვალეთ ჩვენი პროგრამა და თქვით რომ დაუჯდეთ, იმიტომ რომ თქვენ წესიერი კაცი ხართ, მამულიშვილი ხართ, ორგანიზებული კაცი ხართ და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. დამოუკიდებლობის აქცე ხელმომწერები ვარ ჩვენ. მასხრად ვარ დაგდებული ამ ქვეყანაში ბატონო. გარიყულებ. როდესაც თქვენ მე და ყველამ მასხრად ავიგდეთ თავი ამ ხელისუფლებებისგან, ვინც ხელი მოვაწერეთ იმას და როგორადაც გვექცევიან, მაშინ დამთავრდა ყველაფერი. აი ისა მიზეზი, რომ ჩვენ მასხრად ავიგდეთ. პირველ მიზეზი. ამას რა დამოუკიდებლობა უნდა თამათ, რომ ესე იგი ჩვენ ხელი მოვაწერეთ იმას და კაციშვილი არაფრად არ გთვლის ამ ქვეყანაში. ხლა რა უნდა იყოს? გავაგზავნოთ, ესე იგი გითხარით რომ რომელი მაღალი რანგის ხელისუფალს აქვს მოპოვებული ავტორიტეტი და ფული ინტელექტით, მითხარით ქვეყანაში თუ ყავს ერთი მდიდარი,
მილიონერი როგორც თქვენ ხართ, იმათ ვეუბნები დეპუტატებს და ღილიანიშვილს და არც სააკაშვილს 51 იყავთ ეს მილიონი თუ ყავს ერთი მდიდარი წერალი, მხატვარი, მეცნიერი, მუსიკოსი, თეატრალი, ექიმი, პედაგოგი, ერთი მითხარით. კი ბატონო, აი მიზეზი არის ამაში. როდესაც ჩვენ და ეს ხალხი ვინც ჩამოთვალე, მხატვარიც, მწერალიც, მეცნიერიც, მუსიკოსი, თეატრალიც, ექიმიც, პედაგოგი, ფეხვე შეგება აი ამ ვიღაც მილიონერებს და მილიარდერებს და ამის მოვკითხოთ ჩვენ თავს, ნუ ეხლა მე ამას ვამბობ, რომ სხვას კი არ ვადანაშაულებ. რომელი მაღალი რანგის ხელისუფალი დადიოდა ან დადის მეტროთი ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მითხარით უკაცრავ ერთი. მინისტრი მითხარი ერთი. მე გეტყვი სოფლიოში უამრავს ამერიკაში და სხვაგან. ბატონო თემო დანიის პარლამენტში ხედეთ ველოსიპედებით რომ ედეს ხალხი და მე ჩვენ პარლამენტში მე ვნახე შვეიცარიის პირველი პირი ვნახე რომ მიფრინავდა სხვაგან მოვიდა ველოსიპედით მიაბა იმას საჯდაო შეთრუნავთ ხო წავიდა იქიდან რომ ჩამოვიდო და პირველი პირი დაცვა და რაიმე არ ყავდა მაგა ეხლა აქ არ მიწერია მაგრამ ერთი მაჩვენეთ რომელიმე მინისტრი გამგებელი და ამის შემდგომ რომელსაც დაცვა არ ყავს და მაჩვენეთ ერთი რომელიმე ორგანო უნივერსიტეტის რექტორატი რომელიმე ინსტიტუტი რომელიმე სადაც უშიშროების წარმომადგენელი არ მართავს ყველაფერს ამიტომ როცა მე მეკითხები ამას ხო იცი რა ჩვენ ვიცით დაახლოებით მე ვიცი თქვენ რას გაცემთ მე რაც პასუხსაც გაცემთ თქვენ მე რომ მეკითხა იგივე პასუხს გაზრდებთ ახლა ხო მე თქვენ რომელიც ცხოვრობდა და ცხოვრობს ხალხის განწყობით ცხოვრობს ისე როგორც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თუ თქვენ ერთ მინისტრს მეტყვით შევარლაძის პერიოდიდან მოყოლებული არის ვიღაცები იქ იყვნენ მაგრამ იმის მერე იმისი რა ქვია სააკაშვილის ივანიშვილის პერიოდი თუ ერთ მინისტრს მეტყვით რომ ხალხის ცხოვრებით ცხოვრობდა ხალხისთვის ცხოვრობდა და ცხოვრობდა ისე როგორც ხალხი აი მაშინ მე გეტყვი თქვენ იმას რომ თქვენ სწორი ხართ მე ამას ვებძვი ამისთვისა ეს მეცნიერთა კონგრესი შემდგომ ესე იგი თუ ასეთები არ ყავს არის თუ არა ეს 21 საუკუნის კლასიკური феодალური წყობა სადაც მართლობაში არიან არა ინტელექტუალები არამედ მდიდარი მონები შეეკამათეთ ბატონო მე ხوارგები ჩვენ ახლა მე კი ვიცი იმიტომ კი არ აკამათები რომ ისა ჩვენ ერთი აზრი გვაქვს ამაზე ხო ვისაუბრია და ესაა მეცნიერთა კონგრესი რომ მაგრამ ამას ვაპარაკობთ ხალხისთვის რატომ აკადრებთ ბატონო ბიძინა და პარტიებს მოგორთავთ ამას საქართველოს და რატომ ვაწერთ მონობას ხელს ჩვენ ვინც ამას ვითმენთ ღირს დაფიქრებათ რომ ეს ყველაფერი გახდეს დიდი დისკუსიის საფუძველი აი მე გამოსავალს ვხედა ვიმეორებ იმაში რაც თავში თქვი იმ საზოგადოებრივ პარლამენტში ახლა ვინმე იკითხავს კი მაგრამ თქვენ რა ნაბიჯები გადადგით მოდი ახლა მე და თქვენ გადადგმულ ნაბიჯებზე ვილაპარაკოთ და მე რაღაცა გამომრჩება და თქვენ დაამატეთ პირველი რა იყო თქვენ და ბატონი ის იყავით მისული ჩვენ რო სიყვარულით პოპოზას ვეძახდით ბატონი ოდარნათაძე იყავით რამდენიმე პიროვნება და პრეზიდენტთან ქონდა ძალიან გულახდილი და ადამიანური და მჟავია ბატონო მე აი ხო ნოლი კარგით ჩვენ რა გავაკეთეთ ახლა აი როცა არის ჩვენ გავაკეთეთ ის რომ როდესაც არჩევნები შედგა თან მეცნიერული ფასეულობებით ბატონო თემო დაუტოვეთ თქვენ ხო იცით რომ მეცნიერთა კონგრესს რატო არ მეცნიერთა კონგრესი ხო არ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას ჩვენ თქვით რომ თუ გაიზიარებთ მეცნიერთა კონგრესის კონცეფციას ეროვნული თანხმობის პარლამენტის თაობაზე გენაცვალეთ მოვდივართ მოქმედებით არ გააკეთეს ხო შევთანხმდით რომ მეცნიერთა ხალხის მიერ დასახელებული შემდგარიყო ერთი გუნდი და კენჭი ეყარა რა უქნეს იმ პარტია თეთრებს ყველა სასამართლო მოვიგეთ და წაგვაგებინეს იმით ჩვენ ერთადერთი და არ დაგვიშვეს არჩევნებზე რატომ არ დაგვიშვეს თურმე დაგვიგვიანებია 2 თუ 3 საათით შეტანა იმისი ბოლო იმაზე ერთ სასამართლო ბოლო ინსტანცია არა ნუ ბოლო ის რაც იყო განხილვა ბიჭო მე ვეუბნები რომ ნამუსი არა გაქვთ მოგვიგეთ შინაარსში მოგვიგეთ საკითხის დაყენებაში არა კარგით ამის შემდგომ რა გავაკეთეთ თქვით რომ ეს არჩევნები არ არის რაღაცა მაგრამ არ გავბოროტით და მივმართეთ როცა წავიდნენ ისინი უთხარით პარტიებმა ხო არ იგვითხრეს თქვენ იცით ძალიან კარგად რომ ამ პარტიებს უამრავი დღეს ციხეში ზის მიუტანა ბატონმა ჯუმბერ კოპალიანმა მიუტანა წერილი
სადაც იყო რომ გამოსავალი ეროვნული თანხმობის პარლამენტში და ნუიბრძვით სისულელეებისთვის ყველას უნდა ვითომ ერთად იჯდნენ, მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთს მტრები იყვნენ და დადასტურდნენ, ხომ? არავის არ უნდა ბრძოლა საქართველოსთვის. ყველა პარტიას უნდა ბრძოლა თავისი ინტერესებისთვის. ეს გიჟები აღმოჩნდით თქვენ, მაგრამ კარგი გიჟები აღმოჩნდით, როგორც იტყვიან აი ამ მეცნიერთა კონგრესში, როცა ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვიბრძვით თანამდებობისთვის, მაგრამ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოში იყოს ეროვნული ხელისუფლება, მოვიდეს ხელისუფლება, რომელშიც იქნებიან ინტელექტუალები, რომელშიც იქნებიან ესე იგი პოლიტიკოსები და რომელშიც იქნებიან ესე იგი იურისტები, როგორც ყველა ფილოსოფოსები, აი მითხარით თქვენ ინტელექტუალი რო არ არის გასაგებია, მითხარით ერთი თქვენ, აი რომელი პოლიტიკოსია პარლამენტში დღეს, რომელი? ერთი ხელის ხუთისითია ხო საკმარისი რომ დაასახელოს საქართველოში პოლიტიკოსთა რაოდენობა. მე შეიძლება არ მომწონდე ბევრს, ან მე არ მომწონდე ვიღაც, მაგრამ მე ვიცი რომ პოლიტიკოსი ვინ არის, მე არ მომწონს ისინი, მაგრამ ვიცი რომ რეალურად ამალდად პოლიტიკოსია გინდა არ გინდა პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო ჩვენი ივანიშვილის დროს რესპუბლიკური პარტიის დავით უსუფაშვილი პოლიტიკოსია. თინა ხიდაშელის მეუღლე. ხო, თინა ხიდაშელის მეუღლე. მე თინა ხიდაშელზე ვერ ვიტყვი რომ პოლიტიკოსია, მაგრამ აი ეს კაცი პოლიტიკოსია. ვთქვათ, ბუკერია, მე არ მომწონს, მაგრამ პოლიტიკოსია. რა განსხვავებაა ჩორჩორის ერთხელ მე უსუფაშვილს უთხარი ასეთი რომ მინდა ეს განსხვავება რომ მოისმინოს რომ იქ და იყო საკითხი და ერთი 40 კაცი ვზივართ იყო ლაპარაკი და მე საქართველოში ორი პოლიტიკოსი ვიცი ერთი ანგრევსო და მეორე აშენებდაო და თურმე ვინც აშენებდა მე ვარ ორი პოლიტიკოსი ყოფილა სულ საქართველოში და მე ვთხარი თუ საქართველოში მხოლოდ ორი პოლიტიკოსი ვართ და ერთ-ერთი მე ვარ ვინ ვზივარ აქ მეორე სააკაშვილია უთქვა და ისო ანგრევსო და ეს მეორე აგერ არისო მეუბნები, მიმისმერე მეუბნები სულ ერთი მოდი მეთქი, დავიდეთ და ვისაუბროთ. თუ ასეა, აი ჩვენ შორის განსხვავება არის მეთქი, ნახეთ, თქვენ პარლამენტის თავმჯდომარე ხართ და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ არ დაუშვათ პარლამენტში, თქვა ჩემნაირი. აი მე რომ ვიყო მეთქი პარლამენტის თავმჯდომარე, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ შენნაირი ყოფილიყო პარლამენტში. იმიტომ რომ გამაძლიერებდა მე. და შენი იდეოლოგია კი არ ყოფილიყო პარლამენტში. შენნაირი ყოფილიყო. რა გეშინიათ? აი ეგ რობაში გაძლიერდება. აი ეს არის ჩემი პასუხი, რომელიც არაერთ გზის გავეციმე და მაგრამ ჩვენ ამ პარტიებს ხო ვიმართეთ კაცურად, თქვენ მართალი ხართ, უთხარით რომ ბიჭო ეროვნული თანხმობის პარლამენტშია ხო ეს 2018, 20 წლები, მე 20 წელში. არა, არ გვინდა. სიხარ-ციხეში ეხლა არ გინდოდათ, მე კი არ გეუბნებით რომ კარგია რომ ზიხარ, ცუდია, უნდა ვიბრძოლოთ რომ არავინ არ იყოს ამ ხელისუფლებისთვის ჯობს რომ არავინ არ იყოს ციხეში. ამათ ყალბი გმირები შექმნეს, მე ციხე მაწუხებს ძალიან, იმიტომ რომ ციხიდან რო გამოვა, გაჩვენთელი იქნება. ჯაბა იოსელიანი რა გახდა? კი. გამოვიდა და გმირი გახდა. კი ბატონო. მე გეუბნები რომ მე ჭანტურიას მიმართ მქონდა პოლიტიკოსი იყო, მაგრამ ავანტიურისტი პოლიტიკოსი იყო და ციხიდან გამოსული გახდა გმირი. ყველა ციხიდან გამოსული ვინც კი გამოვიდა საქართველოში და მსოფლიო მასშტაბით ლუკაშენკოც კი ერიდება ბატონოთემო პოლიტიკოსების დაჭერას. გეთანხმები ხა ბიზინა ივანიშვილი თვითონ არ არის პოლიტიკოსი. აზრზე არ არის პოლიტიკის ხალხს გონია რომ ამით ბიზინას იმას ვაკრიტიკებთ. თქვენ ხართ ცოდვა რომ ირჩევთ იმ კაცს და იმას ეგებით ფერქვეში რომელიც თვითონაც იცის რომ არ არის პოლიტიკოსი აზრი არ არის პოლიტიკის და ამ ქვეყანაში არ იცნობს ხალხს ვინც მისი მონაა ვინც მას უმღერა ვინც იმას აი თქვენ ხო ხედავთ მეცნიერთა კონგრესში ახლა დღეს აი გადაცემა რო გქონდა ჩვენ ამ ხალხს 80%-ს არ თქვენ და არც მე არ ვიცნობთ ხო ნათესავია თქვენი ჩემი თუ ვინ არის ეს ხალხი მოვიდა და ესენი არიან ძალიან საინტერესო პიროვნებები და ამიტომ ვამბობ იმას რომ ბიჭო ამ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა ამ ხალხს სჭირდება გვერდით დგომა ესენია ძალიან მნიშვნელოვანი რამ აი დღეს ახლა რამდენიმე გადაცემა რო ვიყო ზურაბ ქუმსიაშვილი გინდა აგერ გიორგი წივწივაძე გინდა ნუ ხა ფარდო თენგიზი ავლაპარაკობ ნუ აი აგერ თქვა მარიამ კიკაძე რომელიც იყო იქეთ თქვა აი ატაკოუაშვილის პრაქტიკული მემკვიდრე ამ საკითხში შეუბნები რა ნუ ბატონი მარიამ კი ამისინ იყო პიროვნება რომელიც თქვა დავით გალეგაშვილი ნუ ესენი არიან ძალიან სერიოზული ფიგურები ვინც მოვიდნენ იქ ჩვენ არავის არ ვიცნობდით სისტემა მოძებნა ხალხმა დაასახელა ხომ აი რომ მაგალითად მე ავტომობილები ვარ აი მედია აბაშიძე აი თუნდაც ჩვენი ტელევიზიის დირექტორი ვინც არის
მანანა იმედაზე ვინმე იცნობდა მაგრამ არის იშვიათი მარგალიტი უდახვეწილესი პიროვნებაა აი რომელსაც თქვათ აი მიდგომა შეუძლია რაღაცა უმაღლესი პასუხისგებლობა გააჩნია მე აი ცხოვრებაში რომ იშვიათად შემხვედრი არა ბიჭო ამ ხალხს ყველას თავის მაგრამ ხომ მოიძებნა როგორ თანამშრომლობენ მე ესენი ერთმანეთში როგორი განწყობაა ყველაფერი რა არის ამ ქვეყანაში რატო უნდა ვიყოთ დაპირისპირებული так პარტიებმა არ მიიღეს ხელისუფლებამ არ მიაქცია როგორი თბილი წერილი გაეგზავნა ბიძინევანიშვილის ბატონო ბიძინა ეს შანსი არ გაუშვათ ხელიდან ეროვნული თანხმობის პარლამენტი არა დაპირისპირება კარგით მივხვდით რომ იქ არაფერი გამოდის პრეზიდენტს როგორც თქვენ ცალკე რო შევხვდით ჩვენ მე მივწერეთ რომ პრეზიდენტო ნუ გახდები მხარე ნუ გახდები ვეუბნებით და მოდით შეერთით მეცნიერებთან ავტორიტეტი პრეზიდენტი ხართ და ამის გამო გაქვთ ავტორიტეტი თორე ხა პრეზიდენტის გარეშე მას ავტორიტეტი სტატუსი გამო ქონდა ავტორიტეტი და უთხარით რომ თქვენ არ გაქვთ უფლება მორალური თუნდაც ბიძინეამანიშვილის მიერ შექმნილი ხართ პრეზიდენტად დანიშნული ხართ პრეზიდენტად არ გაქვთ თქვენ უფლება რომ ებრძოლოთ მას ისევე როგორც თქვა დღეს გახარია და სხვები რომ გამოდიან და მე გახარია მგონია რომ ძალიან კარგად არის ბიძინეამანიშვილი და ეს კარგად არის და რაღაც სერიოზული იმით მირებად გამოყავთ უკვე ძალიან ბევრი და ანგრევენ და აქცევენ ამ ქვეყანას. ესე იგი პრეზიდენტმა არ გაიზიარა. რა უთხარით პარტიებს მიმართეთ, აი აგერ ხო ვიყავით მონაწილენი გერათის მეცნიერთა კონგრესის მიმართო პარტიებისადმი პოლიტიკოსების საჯარო მიმართვა აი. თქვენ იყავით ამის წამყვანი. დიახ. საბურამოში თქვენ მიყავდათ ამაზე უკეთესი რაც არის აგერ ერთ გვერდზე ჩამოყალიბებული ისტორია ადასტურებს რომ ქვეყანაში კრიზისი მაშინაა როცა ქვეყნის შიგნით გვაქვს დაპირისპირება და ეს კრიზისი მით უფრო ღრმაა რაც უფრო მწარია დაპირისპირება ისტორია ადასტურებს იმასაც რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოდიოდა კრიზისიდან როცა დაპირისპირებული მხარეები ახერხებდნენ ერთმანეთთან საუბარს და შეთანხმებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ სწორედ ამ ხედვით გთავაზობთ მეცნიერებისა და პარტიების პოლიტიკოსების დიდ დისკუსიის დაწყებას საბურამოში პირდაპირ და მოკიბვის გარეშე ვამბობთ დრო აყენებს ასეთი შეხვედრის აუცილებლობას და არა გონია ამაზე უარეს თქმას რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თუ მას ოდნავ მაინც გააჩნია პასუხისმგებლობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე გადავდგათ ეს ნაბიჯი ხალხი ამას ელოდება რეალურია და ჩვენ შეგვიძლია კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად ახლა თქვი რომელი მოვიდა და გაეცემერე პასუხი არ არის ამ დოკუმენტებით გაცემული პასუხი ამიტომ ყველაფერს თავი დავანებოთ ბატონ თენგიზ ესე იგი თქვენ ძალიან კარგად გახსოვს რომ მეცნიერთა კონგრესმა როცა არჩევნებზე ატყდა შევიდეთ არ შევიდეთ პარლამენტში რა დავწერეთ მაშინ რომ ყველა იმას აქვს სიცოცხლის უფლება. კაი, თქვენ ამბობთ უარს, რომ მეცნიერთა კონგრესმა დაწერა. დათქმით საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით დათქმა გააკეთეთ, რომ ერთი წლის თავზე ტარდება არჩევნები და შედით პარლამენტში. 48% გაქვს. თქვენ გინახავთ მსოფლიოში მე რა უთხრა უცხოელებს რომლებიც იმ პოლიტიკურ ძალებს უჭერენ მხარს კი გაყალბდა არჩევნები გაყალბდა ამერიკაში ამბობენ სხვაგან ამბობენ არ შედიან პარლამენტში ხო არ შეიძლება ეგეთი რამე რა აი კიდევ ერთხელ გიმეორებ რა 48% რო ოპოზიცია იყოს დღეს პარლამენტში ბატონ თენგიზ ეს ხო სხვა ქვეყანა იქნება ვინ მოიტანა ეს დაჭერების ქვეყანა მოიტანა ხელისუფლებამ ოპოზიციამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთმანეთისადმი ბიოლოგიურმა სიძულვილმა ბიოლოგიური სიძულვილით არ უნდა ბრძოლდეს შენი მტერი თუ ბიბლიას ვიღებ ჩვენ და გიყვარდეს მტერი შენიოდა ესენი იწყებენ გამოვა ხელისუფლება და ტრაბახობს ასია სულყვილები რაც ვაგერ გუშინ წინ ახლა დღეს დამოვიცნა რომ მე თქვა ერთ გადაცემა იყო ამის წინ ერთმა აი ბატონო სტატისტიკის ეს აყალბებს კაცო და პარლამენტი აი შეხედეთ რა გააკეთა იმ პიროვნებამ და აი აგერ პური მიდევს დღეს ვაჩვენებდით ამაში ერთმა პიროვნებამ დამირეკა და მითხრა რომ წავიდეთ ერთი მაღაზიაშიო და მეო გაჩვენებო ფასები ქონდა მოტანილი რა ღირს იტალიაში რა ღირს ინგლისში ამის წინა გამოვიდა ბატონი ბაჩიაშვილი და მოიყვანა მსოფლიო 7 ქალაქის ის ანალიზი და ჩვენ ყველაზე ძვირი სოსობაჩიაშვილი დიახ ესე იგი ამ პიროვნება მე სერიოზული ექსპერტი სოსობაჩიაშვილმა გააკეთა ეს თვითონ მაგათმა იურიდიულმა ჯგუფმა გააკეთა და უნიკალური ანალიზები მოიტანა მაგრამ ამ პიროვნებამ შემიყვანა ერთ-ერთ ძლიერ სუპერმარკეტში და მითხრა რომ ეს ჩვენთან რო ეწერა 10 ლარი იქ ღირს 3-4 ლარი იქ ანუ ჩვენთან 50-60% უფრო ძვირია ყველაფერი
ბიჭო გამოდი ულტრა მემარჯვენე ქვეყნებზე უფრო ბატონო მეუბნები, მაგრამ ცირკი რა არის? ცუდი სიტყვა თქვა, ცირკი კატასტროფა ის არის ბატონო თენგიზ რო. ესე იგი ადამიანებს აგონი როცა ეუბნებიან, რომ გაიზარდა 7-10%-ით, ბიჭო გაიზარდა, აბა რა იქნება, როდესაც მე გუშინ პირობითად ვამბობ, ბარში ვაზნებდი 3 ლარს და დღეს ვაზნებ 20 ლარს. როდესაც მე პური ნახი აგერ, რომელსაც აი დღეს ექსპერტებმა თქვენ ასე შეხვეული პური ამაში 2 ლარი 12 ლარი აწერია. ესე იგი 6 ჯერ გაიზარდა ყველაფერზე ფასი, ხო? ესე იგი 6 ჯერ გაიზარდა ერთიანი ეროვნული შემოქმედება. ეგ არის სოციალური გენოციდი, ბატონო თემო, მაკვალიფიკაცია. ამიტომ ბატონო თემის მე იმით ვამთავრებ, რომ ვარ ბედნიერი, რომ თქვენთან, სხვებთან ერთად ვართ იმ გუნდში, რომელიც იბრძვის არა ხელისუფლებისთვის, არამედ იბრძვის საქართველოსთვის, არ ებრძვის არც ბიძინეევანიშვილს, არ ებრძვის არც ნაცმოძრაობას არავის, ამბობს, რომ ჩვენ ყველანი ვჭირდებით ამ ქვეყანას, რომ საჭირო არის მოვძებნოთ საერთო ენა, შეხების სტრატეგია იმაზე, რომ მოდით მომავლის საქართველო ვის როგორი ხედვა გაქვთ, გამოიტანეთ ხელისუფლებამ, გამოიტანოს მეცნიერებათა აკადემიამ, გამოიტანოს მეცნიერთა კონგრესი, გამოიტანოს ყველა პარტიამ, იყოს პირდაპირი გადაცემით, მოისმინოს ხალხმა, მერე შევკრათ ეს ყველაფერი და უთხრათ ხალხო, მოდით ეხლა რაც ყველამ ცალ-ცალკე თქვით, შევკრათ დამოუკიდებელი ექსპერტების განესა და გაკეთეს პროგრამა და მოდით გავერთიანდეთ, აი ამ წიგნით გავერთიანდეთ ამ წიგნით ესე დაიჭერეთ ერთად. ეთანხმები კაცო ეს არის სასწაული რა ინდუსტრიული სოფელი მომავლის ისა სასწაული რამე ეს ბატონი პაატა საერთოდ ამ მიმართულებით და ისინი რა ჩვენ გვაქვს აგერ გაკეთებული ხო? ეხლა ჩვენი პოზიცია რა არის? მე ვაყალიბებ კონკრეტულად და ვამბობ ჩვენ სექტემბრისთვის უნდა შევძლოთ სექტემბერში უკვე უნდა დაიწყოს პარალელურმა პარლამენტმა მუშაობა საზოგადოებრივმა პარლამენტმა ხალხმა უნდა დაინახოს როგორი ხალხი გვყავს თანაც ეს არ უნდა იყოს მხარი თუ ვინმე ახალი გამოჩნდება კარგი მექანიზმი იქნება იქ როგორ შეიძლება იგი გახდეს ამის წევრი ელასტიური უნდა იყოს ეს ერთი უნდა დაინახოს ხალხმა ეს მათი გადაცემა ალტერნატიული სქემები მოდელები და პროექტები პირდაპირი გადაცემით უნდა მიდიოდეს მის რომელი ტელევიზიაც გადაცემს ბედნიერებაა ჩვენ იმიტომ გვაქვს მეცნიერთა კონგრესში აღებული ეს 2 საათი რომ არავის არ კონდეს 2 და 3 საათი რომ ჩვენ ამ დროში ჩავჯდებით და იქნება პირდაპირი გადაცემები იმ პარლამენტის და შემდგომში ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ჩვენ ვეუბნებით იმას რომ გვაქვს პროგრამები გვაქვს ტრიბუნა სადაც შეიძლება გამოვიდეს და არის პარლამენტი მე ვამთავრებ უკვე ამას და თქვენი იყოს ამის იმით გვაქვს მე ვამბობ ხალხს იმედი უნდა მივცეთ არავით არის ციხეში არავინ აღარ დარჩება როცა ეს დაიწყებს მუშაობას ყველა გარეთ აბა დღეს ახლა კუჩაში გამოსდა და რატო დაიჭირა და ლოზუნგი და კიდე მეორე სამატებენ ესენი ხო არ არიან ადამიანები რომლებიც დემოკრატიულად ჩვენ გვყავს ხელისუფლება რომელსაც ეშინია ინტელექტი ნამდვილად საკუთარი თავის ეშინია მეც ბოლოში ვიტყოდი ბატონო თემო კიდე ეს ახლა კიდე ერთხელ დავწმუნდი რომ ის მიღებული გადაწყვეტილებები რაც რეფერენდუმით აისახა აფხაზეთში აფხაზეთის ყოლასავლის იმაში ამას რომ განუწყვეტო ეს არის ფასდაუდებელი რაღაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ქვაკუთხედი ასევე ცხინვალის რეგიონში მიღებული ასე ვთქვათ გადაწყვეტილებები რომელიც სხვათაშორის ელცინმა ზუსტად გამსახურდიასთან დაადასტურა როგორც ასეთი ამიტომ ის საკითხები ახლა იმას რომ იბარებენ იქ რაღაც ჩორჩანას საკითხებზე სამარცხვინო რაღაცას უყურე რა ვნახეს ასეთი ხულიგნურ ძველი ბიჭო რაღაც ესეთი აგდებული ერთმანეთს ტონით ლაპარაკე და ნუ რა ვიცი ახლა ამ ადამიანმა ერთი რაღაც მართლა ისეთი კარგი საქმე გააკეთა მაგის პრემიერობაზე მაღალი აზრის არასოდეს არ ყოფილვარ გახარიას შეხახული ლაპარაკი მაგრამ ამ შემთხვევაში ჩორჩანას შემთხვევაში ეს კაცი საგუშაგო დადგა და ესენი ედავებიან რატო დადგიო ესეო და ამის შედეგად დაიკარგა მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტიო კაცო რო დაიკარგა დღეს მეუნები ამას და თუ დაიკარგა ჯერ ბატონო თემო დაკარგვა რას ნიშნავს დაკარგვა არის ტერიტორია იურიდიულად სამართლებრივად ომის შედეგად რის შედეგად ადმინისტრაციული გადაადგილების შედეგად თუ როგორ არის ახლა მე რო ჩემი ნებაყოფილობით არ დამიწმია ოთარჭილაძე როგორც რა თქმა უნდა ის ყველაფერი არის არაფერი დაკარგული არ არის არაფერი ესენი არ ქმევენ სახელს და ზუსტად როგორც დავით გარეჯთან მოიქცენ პრიმიტიულად და უკაცრავად და შეტენეს ეს რაღაც თავიანთი დანაშაულებები სხვას გადააბრალეს ზუსტად იგივე ხდება მე რო ახლა იქ რო ჩავდივარ ბატონო თემო ეს არის გამსვლელი ადმინისტრაციული ცენტრი ორსანტიაში დედაჩემის სოფელი იქ ახლოს დარჩელი და იქ ჩავდივარ ხოლმე ხშირად რა
სხვათა შორის და იქ ახლა ვერ გავიგე რა ის ტერიტორია ხა დაკარგულია თუ როგორ არის მართვის პულტი რო არის ბატონთემო ენგურჰესზე რო არის ერთი მხარე ჩვენი რო არის მეორე აფხაზეთის რუსეთის ის ახლა დაკარგულია თუ არ არის დაკარგული ის თუ დაკარგულია ეს ჩორჩანას ტერიტორია რატოა დაკარგული ამ საკითხებზე რაღაც ესეთი საბავშვო კუკუ დამალობანაია თავი დაანებეთ როგორც ასეთი თუ მეცნიერულად ლაპარაკობთ პოლიტიკურად სამართლებრივად მაშინ გამართულად ილაპარაკეთ როგორც ასეთი ჩვენ მამუ კარეშიძეს აქვს რაღაც ისინი მე მინდა მე თქვენ წაიკითხოთ ეს და იქნებ თქვენ და რამდენიმე პიროვნებამ ჩვენ მამუ კარეშიძე და კიდე სხვები მოვიწვიოთ და იყოს აჯანყება და ესენდესი კარგით რა ეს ქუჩის პოლიტიკა უნდა დამთავრდეს და ხალხიც უნდა მიხვდეს ამას მაგრამ ხელისუფლება უნდა მივაჩვიოთ იმას რომ წესიერი არჩევნები ჩატარდეს მე რა მინდა ბატონ თეგის აი ერთ წუთში მინდა გითხრათ ერთ რომელიც თქვენთვისაც ჩემს სასიხარულოა აი აგერ მაქვს ახლა ერთი რამ რომელიც აი ამ დღეებში აი ასეთი 103 წლის ქალბატონია ელენე აბაშიძე რომელმაც რეკომენდაცია მიცა სწორედ მედია აბაშიძეს რომ და ნუ არა მარტო რამდენიმე პიროვნება მოვიდა ისეთი და ამ დღეებში ვნახე მედია აბაშიძე გაუგზავნა ერთ-ერთ პიროვნებას რაღაცას რო შეთანხმდეთ და იმან არ გააკეთა და რა უთხრე თქვენ უსაქმურები ხო არა ხართ მე უსაქმურებთან კაცრად უთხრა რა უსაქმურებთან ვერ უმუშავებთ და თქვენ თუ ამას არ გააკეთებთო თქვენს კარგად იყავით და თემურ შაშიაშვილიც კარგად იყოსო მე ვარო პრაქტიკული პიროვნებაა და მოქმედებს ბედნიერება ამ ქალმა თქვა რომ თქვენ ისეთი პროგრამები გაქვთო თქვენ ისეთი რამები გაქვთ მე ვარ აქტოვანებულიო ჩემს გარემოში უკვე 100-მდე კაც მოუყევიო უთხარი და აქ როგორც იტყვიან დავაავადყოფი ამ პროგრამები და ამ ტელევიზიას უყურებენ უკვე და თქვა ის რომ მე ახლა დავურეკავ ყველა ვინმეს ქუჩაში შეიძლება გავაჩერო ადამიანი და უთხრა რომ ასეთი ტელევიზია არის და ერთი ლარი მიეხმარე შენ და ვიღაცა ასეთი პიროვნებები გამოჩნდნენ ქვეყანას რა გაქვს შესაჩინებელი ხალხო ეს პოლიტიკოსები რომლებმაც აქამდე მე ჩემი ჩათვლით მივიყვანეთ ჩვენ საქმე ესენი ჩვენს ბოდიშს უნდა უხდიდეთ საზოგადოებას და მირბიან ციხეში უხარიათ რომ ციხეში არიან იმიტომ გარეთ გაკეთება რაფრით შეუძლიათ და ვაპირებენ იმას რომ ვიღაცა რაღაცას მოახდენს გარეთ გამოვლენ გარეთ და დამიხდებიან გმირებებით კარგით რა მიხედოთ ქვეყანას ქვეყნის გადარჩენა არის მეცნიერების და ხალხის შეერთებაში თუ ვართ მაგრები თქვენს ბატონ თენგიზ პირველ პარლამენტში ვისაც ღირსება გაგვაჩნდა იმ გამსახურდიას პარლამენტი რო ქვიოდა შემდგომ პარლამენტებში ვინც ღირსეული ადამიანები იყვნენ და საპარლამენტო ანსამბლეა რა თქმა უნდა თუ ჩვენ გვაქვს ღირსება ვიბრძოლოთ იმის ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა და ნაციონალური მოძრაობის და ოცნების წინააღმდეგ არა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ასეთ კარგი მეცნიერულ პროგრამებში ჩავყავოთ საფუძველი და მეზიდულობის ცენტრში მაგარი ტელევიზია და ვთქვათ რომ გაგვაერთიანოს საქართველოს ინტეგრალური რესურსების მოქმედებაში მოყვანის პროგრამა. ამ იმაში მოკლედ როგეთ სანამ დაგემშვიდობებ ამ წიგნში და ბატონი პაატას ყოველგვარი წიგნში დაწერია საქართველო არის უმდიდრესი ქვეყანა, ძალიან დიდარი ქვეყანა, ულტრა მდიდარი ქვეყანა, ოღონდ ამ ყველაფერს სჭირდება სწორი ათვისება, სწორი აღმოჩენა და რაც თავარია სწორი სოციალური სამართლიანობის პრინციპით გათვალისწინებით ამ ნედლეულის აღწერა, დაფუძნება მისი განკარგვა სამართლებრივად და სამართლიანად, ესე რომ დაარწმუნოს საკუთარი მოსახლეობა და არა ბანდიტებში გადავარდე. ანალოგიურად პაატას წიგნში, აი ამ ინდუსტრიის სოფელში დეტალურად მათემატიკურად არის მოყვანილი, დადასტურებული რომ საქართველოს შეუძლია 12 მილიონი მოსახლე გამოყვებოს რა. დეტალურად ინტელექტი მომართა და ინტელექტს ფასი ექნება. ფული ანგრევს დღეს ამ ქვეყანას. ფულობა კი არ ანგრევს, ფული ანგრევს. ფულია პოლიტიკაში და დაინგრევს ქვეყანა. ნამდვილად. ამიტომ იმედი გამოვთქვათ, რომ ყველას ეშველება მინდა სრული სოლიდარობა გამოუცხადო უსამართლოდ დატუსაღებულ ადამიანებს, როგორც ასეთი, კიდე ერთხელ ბადრი ჯაფარიძეს მინდა აქედან კიდე ერთხელ სოლიდარობა გამოთქვა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენ მოვნახავთ იმ თანაკვეთის წერტილებს, რომელიც ასახულია საუკეთესო საზოგადოებაში და ამ კომბინაციის შედეგად ჩვენ გამოვართ ამ უღრანი ტყეებიდან, რომელშიც დღესდღეობით ვიმყოფ. მადლობ დღევანდელი საღამოსთვის, მადლობ ბატონოთემო ადმინისტრაციას, ტელევიზიას და რა ვიცი. სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობა. ჩვენ ვიპოვოთ ერთმანეთს. აძლიერდით პირველი უზენაეს საბჭოს წევრებო და პასუხისმგებლობა ავიღოთ ყველამ ჩვენ ასეთ საქართველოსთვის არ მოგვიწერია ხელი და არ გვიბრძოლია ასეთ საქართველოსთვის და ჩვენ ხელი მოვაწერეთ ბატონოთემო.
მოვაწერეთ რა. მოვაწერეთ იმას, რაც მერაბ კოსტავამ თქვა. ერთმანეთი უნდა მოუნახო და თუ ვერ მოუნახეთ, განგება ესეთ განსაცდელს მოგვიწყობს, რომ ბნელ ოთახში დავიწყებთ ერთმანეთს. აი ეს აუხტათ სულ ყველას, გადახედეთ თუ ეს ადიმყოფება და აქედან რომ გამოვიდეთ ამ მოუყმოთ ჩვენ დიდ ფასეულობებს, დიდ ტრადიციებს, სულიერებას და აი ამ სულიერების და იესო ქრისტე რო ბრძანებს, კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა, ეს უნდა იქნას სწორედ გაგებული და არა დანაშაულებრივად გაგებული, როგორც ამას სხვადასხვა ინსტიტუტები სამწუხაროდ ახდენენ. მადლობთ ყურადღებისათვის, კარგად ზანდებოდეთ. აგაშენებთ.